ბატონო გიორგი, მე დაგისმენთ კონკრეტულ შეკითხვებს. თქვენ ხშირად ახსენებთ პროკურატურის გამოძიებას და სწორედ ამ გამოძიებიდან მიცემული ჩვენებებით ვისარგებლებ ამ შემთხვევაში. Ის დღე რომ იმ დღეს რო დაუბრუნდეთ, თქვენ თქვით რომ ურთიერთ ინფორმაციის გაცვლა ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ესეთი ღონისძიება, რა თქმა უნდა, მასაც გააჩნია ინფორმაცია იმ დღის მოვლენების, იმ დღის არსებული ვითარება და იმ დღის მოვლენების განვითარების შესახებ ეს ინფორმაცია არსებობს. გარდა ამისა, ღია წყაროებშიც იყო ასე, რომ მელიამ 7 საათზე უკვე თქვა, რომ იგი აანონსებდა აქციას 9 საათისთვის ეგრეთ წოდებულ შტურმს. თქვენ ხომ არ გახსოვთ პირველი პოლიციელის გატაცება რომელ საათზე მოხდა? ზუსტად არ მახსოვს რომ საათზე მოხდა, მაგრამ ეს იყო განგზობითი პროცესი, რომელიც აქციის მოგვიანებით დაიწყო. დრო ზუსტად არ მახსოვს. ჩვენებების მიხედვით პირველი პოლიციელი მაშინ გაიტაცეს, ასე რომ ვთქვათ, 10 რომ აკდა 15 წუთი. ჩვენ, როდესაც საუბრობთ იმაზე თუ რატო დადგა ასეთი მძიმე შედეგი, მე აქ ამიტომ მინდა თქვენ დაგისვათ ეს კითხვა, რომ რომელ საათზე განხორციელდა ეგრეთ რომელ საათზე გამოჩნდა წყლისჭავლის მანქანა და კოლოფი. ეს კოლოფი არის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც უნდა ახდეს წყლისჭავლის მანქანას, როდესაც მიმდინარეობს ღონისძიების დაშლის ან წყლისჭავლის გამოყენების შემთხვევაში. დიახ, აბსოლუტურად სწორი ხართ. კოლოფის გარეშე წყლისჭავლის გამოყენება არ შეიძლება, მაღალი რისკის შემცველია, ეს კოლოფი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისად. ამ კოლოფის აღჭურვას სჭირდება გარკვეული დრო და პროცესი და მთელი შეუსაბამობა, რასაც ახლა ამაზე ვისაუბრეთ თქვენ უკვე და მე გიპასუხეთ. მთელი შეუსაბამობა, გადახრა, გეგმასა და ამ შორის არის აი ამ დროში სხვაობა. ამას მე გიდასტურებთ. სწორედ მე ამას გიდასტურებთ, კი ბატონო. მანდმივდივარ რომ კოლოფი თავისი წყლისჭავლით გამოჩნდა უკვე, როდესაც პირველს აკდა 15 წუთი. სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მოხდა პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის. და ეს იყო არაორგანიზებულად დაგეგმილი ღონისძიება და არასწორი მენეჯმენტის ბრალი. აი ეს იყო თავი და ბოლო მე ასე ვფიქრობ. ეს არის ბატონ კომისიის წევრო, თქვენი შეფასება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიების დავასრულებ თუ შეიძლება. ის რო ყოფილიყო გავრილოვი რო არ ჩამოსულიყო და ეს რო ყოფილიყო და ეს ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა ჩვენი ცხოვრება რა. ეხლა შეხედეთ ამ სპეციალური ღონისძიების შეფასება. მე როგორც მახსოვს, რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა. და ეს ხარვეზების გამოავლინა, იქ იყო რამოდენიმე, რომლის აღმოფხვრაზე ჩვენ შემდგომ მუშაობა გავაგრძელეთ და ბევრი რამე გავაკეთეთ. მე არასოდეს არ მithქვამს, რომ ეს იყო იდეალურად ჩატარებული ღონისძიება. მithქვამს, არ მithქვამს. ამიტომ ვამბობ, რომ პასუხებულ ვიღებ მეთქი. მე უბრალოდ ერთ რამეს ვამბობ. მე უბრალოდ ინტერესის გამო ახლა ვთხოვ ჩვენს კოლეგებს და მოაგროვებენ იმ კითხვებს, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აი ღონისძიების შესახებ ქონდა ნაციონალურ მოძრაობას და არც ერთ თქვენგანს არ ქონდა და როგორ ზუსტად იგივე კითხვები ბოლო 2 წლის განმავლობაში გაგიჩნდათ თქვენ. ეს უსამართლობაა, რომ მე როგორ თქვა ახლა აღმაშფოთებს სხვა არაფერი. მეთქი არაფერი თორე კითხვა და კიდევ ერთს გეტყვით, ჩემთვის ახლა თქვენ რაც უფრო ხშირად აქ ახსენებთ მაკო გომურს, თუ თქვენი სამართლებრივი გეგმის და რაღაც პიარული სტრატეგიის ნაწილი არ არის, თქვენ ამით მე ვერც ტვირთს ვერ შემიფსუბუქებთ და ვერც რაღაც მორალის იმას ამიკითხავთ, იმიტომ რომ ეს გავლილი თემაა უკვე რა და ამიტომ გინდა ზუსტად როგორც ნაცები ვანო მერაბიშვილი, მაკო გომური, აი ეს სტრატეგია თუ აირჩიეთ, არა. მე ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, მეთქი კი არაფერი. კონკრეტულ დღეზე გეკითხეთ. ამ დღეზე გიპასუხეთ და ხო, თქვენ ხო მეორედ მე ხო გაიგეთ, ხო? კი ბატონო. კი ბატონო. ამის შემდეგ თქვენ ბუნებრივია გექნებოდათ განხილვა, იმიტომ რომ თქვენ წუხდით ამის შესახებ.
ვინმე მაიღო პასუხისმგებლობა, რომ არ ჩატარდა ღონისძიება ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. ღონისძიების დროს გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შესაბამისი შეფასებები, დასკვნები იყო გამოტანილი, შეიქმნა გეგმა, რომელიც იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის, აღჭურვილობის, სტრატეგიის, წვრთნის, ასე შემდგომ და ასე შემდგომ და შემდგომ უკვე დაიწყო ამ გეგმის განხორციელება. რა თქმა უნდა, ის ნაკლიშ სრულილებები, გადაცდომები, რომლებიც დროს იყოს, ის შემდგომ ჩვენ ქონდა გეგმა, რომელიც უნდა აღმოფხვრილიყო და ამ გეგმაზე მუშაობა საწყებული ქონდა. ბატონი ილია. ბატონ გიორგი, რამდენიმე საკითხვა მაქვს, რომელიც უფრო დაზუსტებას ეხება. თქვენ რომ მობრძანდით კომისიის მუშაობას დაარქვით ესეთ სახელი, ჰიბრიდული ომისთვის იყენებთ კომისიას. მაინტერესებს ვის გულისხმობთ, ვის მიმართ ჰიბრიდულ ომზე გაქვთ საუბარი, ეს ერთი კითხვა მაქვს, კითხოთ მინდა. მეორე მინდა კითხოთ, თქვენ რომ აღნიშნეთ, რომ ეს ხალხი არ იყო შემოსაშვები ქვეყანაში და ამ მიუხედავად იმისა მაინც შემოვიდნენ ეს ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენ ხანში დაიწყო გეგმის დაწერა და რა დრო დაჭირდა ამ გეგმის დაწერას, რომ შეამჩნიეთ, რომ რაღაც დაძაბულობა იყო მოსალოდნელი? ჰიბრიდული ომი ჩემს გაგებაში ეს არის დეზინფორმაციის, ნახევრად სიმართლის გავრცელების მცდელობა იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ, ელექტორალურ შედეგებს მიაღწიოთ. ეს არის და ეს. მე ამას ასეა განმარტავ, რას გულისხმობ ამის უკან. ეხლა ეს შორს წაგვიყვანს. ამიტომ მე ვთვლი, რომ თუ კომისიას აქვს გულწრფელად მიზანი, რომ დავადგინოთ მაგალითად, მე არ წავალ სხვა თემებში, რა მოხდა 20 ივნის. რა თქმა უნდა, ამ სრული სულათის გამოძიებას ჭირდება ბევრად უფრო ფართო ინფორმაცია და ჩვენ დღეს აი აქ უკვე რამდენი საათია ვზივართ და იმიტომ რომ თქვენ გინდათ მიიღოთ რაღაც კონკრეტული პასუხი, ვერ გავცდით, თუ შეიძლება დავასრულებ, ხო? ვერ გავცდით კითხვას, ტყვია, იქ რატო დადგა, აქ რატომ გადმოიყვანეთ, ამის ერთი და იგივე. ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელიც დეზინფორმაციის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებზე ზემოქმედების, მე სწორედ ამიტომ ვარ აქ. იმიტომ რომ მე უნდა ვაღიარო, მე პარლამენტს ან ამ კომისიას ლეგიტიმურად ვთვლი თუ არ ვთვლი, საქართველოს მოქალაქეები ამას უყურებენ, ბევრი დიდი ნაწილი თulis რომ ეს კომისია უნდა ფუნქციონირებდეს და კიდევ ბევრი რამე. მე ამიტომ ობიექტური რეალობა და ჩემი დამოკიდებულება ამ კომისიის მიმართ სხვადასხვა რამეა. მე კი ვთვლი რომ არალეგიტიმურია, მაგრამ ეს ჰიბრიდული ინსტრუმენტი მუშაობს. ეფექტურია და ამიტომ მე ვზივარ აქ და ვცდილობ რომ თავით დავიცვა და განსხვავებული აზრის უფლებაც დავიცვა. ეს არის პასუხი. კომისიის მუშაობა ზუსტად იმას ემსახურება, რომ ეს კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ამ ყველაფერს დიდი ინტერესი. და გავრილოვი როგორ შემოვიდა ეს კითხვა არ არსებობს თქვენი აზრით? როგორ არ არსებობს, ამაზე თქვენ უპასუხეთ? კი, ეს მე ძალით უპასუხი, არავის კითხვა არ დაუსვამს. ამას ვამბობ მე, ნეიტრალიტეტი კომისიის. თქვენ ხო გინდათ რომ მე ხომ მკითხეთ ხო? დისკუსიაში ხო არა? რომელიც საზოგადოებასაც და კომისიას ჭირდება რაღაცა კონკრეტული მე ბევრ კითხვას ჩამოგიწვით მიმართულების დასაზუსტებლად. კი. შეხედეთ. თქვენ გამეცით ამაზე პასუხი. გაგეცით კი. უბრალოდ მე ერთ რამეს გეტყვით კიდე რა. თქვენ როგორც კომისიის წევრებს ხო გინდათ რომ ამ კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნები საზოგადოებამ მიიღოს როგორც სამართლიანი. ხო გინდათ? შესაბამისად ეს ნეიტრალურობა, არაპარტიულობა, მე ხანდახან ჩემი აღქმა ისეთი შტაბეშტილება მაქვს, რომ ქართული ოცნების ფრაქციის ხდომაზე ვზივარ. ვდარვარ იქ და ვიცი და იმიტომ. ასე რომ დავხურეთ ეს საკითხი. ეხლა მეორე საკითხი. გეგმა. გეკითხვა და ამისთვის პასუხობ, რატო ღელავთ კაცო? რატო ღელავთ? რატო ღელავთ? არ პასუხობთ საქმეს მაგაში, არ პასუხობთ. გეგმა როდის
კითხვა მის დამისვა ის ხმაყოფილია და თქვენ რა გისმენთ? ყოფილია. რა ვქნა ახლა? დარჩით მე უკმაყოფილოს რა პრობლემა? ბრძანეთ. არა, მეორე კითხვაზე დიახ. მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაანონსდა აქცია, მას შემდეგ რაც განსაკუთრებით ეს აქცია რო იცოდეთ. მე არც ახლა ბევრი რამე გახსოვთ, კადრები გიყურებიათ ისეთი და ბევრი რამე კიდე. მე ამ აქციას და ამ მოვლენებს ტელევიზორით კი, შეხედეთ ტელევიზორით თუ ადევნებდით, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ აქცია როდესაც დაიწყო, ხალხმა შეკრება რომ დაიწყო. აქცია უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდათ ვიდრე მე ტელევიზორთან. დამაც კი რა თქმა უნდა. აქცია როდესაც დაიწყო, იყო სრულიად მშვიდობიანი. უფრო მეცაც გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს პოლიცია ვთვლიდით რომ საქართველოს მოქალაქეების გაბრაზებას რეალური და ობიექტური და ადეკვატური მიზეზი ქონდა, საქართველოს პოლიციელები და პატრული ხალხს წყალს ურიგებდა, სიცხე იყო მაშინ. მაშინ სიცხე იყო და ხალხთან ნორმალურ კომუნიკაციაში ვიყავით და წყალს ურიგებდით და აბსოლუტურად ვცდილობდით, რომ ეს მშვიდობიან ფარგლებში შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მას შემდგომ რაც ამ რაც გამოცხადდა, რომ აქცია პარლამენტში უნდა შევიდეთ, ამის შემდგომ დაიწყო გეგმაზე მუშაობა. კი ბატონო, მაგრამ თქვენ არ უშვებდით, რომ შეიძლება უფრო დაძაბულიყო და ეს მშვიდობიანი, როგორც თქვენ დაარქვით სახელია. რო უშვებდით, ამიტომ დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა. ხო, და რამდენი ხანი დაჭირდა ამ გეგმაზე მუშაობას და რა მომენტში დაიწყებთ? როგორც კი აქცია გამოცხადდა, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ გეგმაზე. გეგმაზე მუშაობას არ მახსოვს, დაახლოებით 3-4 საათი დაჭირდებოდა. ხო, მაგრამ ამ გეგმაში არ იყო გაწერილი, რომ უფრო გამაგრებულიყო უნდა ის პერიმეტრი პარლამენტის გარშემო, ხო, როგორც ხედავთ. არ არსებობდა მაშინ ეს რესურსები, რომლითაც იმის გამაგრება შეიძლებოდა ისე, რომ ეს შეუღწევადი ყოფილიყო. თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის გამაგრება რაც იყო, მაშინ იქ შეარღვეს. გასაგები. დამაზუსტებელი ცნობა ბატონო გიორგი, თქვენ რო ბრძანეთ თუ საქართველოს პარლამენტში უნდა განხილულიყო აი ამ კონფერენციის ჩატარება არ ჩატარების საკითხი, ერთადერთი კომიტეტი სადაც ეს იყო განხილული, ეს იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სადაც პირველი მოადგილე ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რა თქმა უნდა, ესწრებოდა. და იქ არათუ რაიმე წინააღმდეგობა იყო, არამედ წვანიშუკი აუნთეს ამ კონფერენციით. იმ შუაშია ბატონო გიორგი, როცა თქვენ ამბობთ, რომ აქ პოლიტიკური პასუხისგებლობა ვინ უნდა აიღოს და ვინ არა, აქ ითქვა არაერთხელ და ქალბატონთიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისგებლობა აიღო იმ ადამიანმა ირაკლი კობახიძის სახით, რომელსაც ანებრალეულობა არ ჰქონდა იმ შედეგებზე, რა შედეგებიც დადგა და თქვენ დღესაც აღნიშნავთ აქ რაც პროცესები როგორ წარიმართა, მოინდომეთ პირიქით პრემიერ-მინისტრობა. აი საზოგადოებამ რო იცოდეს პარლამენტში გადაწყვეტილება სად იყო მიღებული? საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი პირველი ვიცე-სპიკერი, რომელიც ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობას, ესწრებოდა და მწვანე შუქი აუნთო ამ ღონისძიების ჩატარებას. წერტილი. მე არ ვიცი ვირას ესწრებოდა, მე ვიცი რომ მე მეხვეწებოდა. მე გეუბნებით, მე ვამბობ იმას რაც მე ვიცი კაცო. ბატონო გიორგი, არ გამოგივათ ახლა ესე. არ გამოგივათ რა არის ეს? მე არ ვიცი ვირას ესწრებოდა, რას ნიშნავს ახლა? რას ნიშნავს მე არ ვიცი? ვიდეოები არსებობს და ამოვიღებთ იმ კომიტეტის ხდომას. არა, მე თქვენ რო ამბობთ, თორე მე ხوار დამიყენები ეჭვისთვის. უბრალოდ თქვენ აზე დარჩით, მე საზოგადოებას მივაწოდე, უბრალოდ ეს ინფორმაცია. საზოგადოებას მეც მივაწოდე ინფორმაციას. ერთი კითხვა, თქვენ რო თქვით 3-4 საათი მოუნდით გეგმის შემუშავებასო. და იმის შემდგომო რაც დაიძაბა სიტუაციაო. ხო ესე თქვით. მე რო არ თქვა თუ რაღაც ვთქვი. დაახლოებით 3 საათი. რაც აქცია გამოცხადდა, მეთქი ვთქვი. რაც აქცია გამოცხადდა. დიახ, რაც აქცია გამოცხადდა, მაშინ გასაგებია. ესე იგი მე რამე გითხრათ. მე არ ვიცი ხა თქვენ რასაც ამბობთ. მე არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ. გეთანხმებით. მე ვიცი ვინ მირეკავდა მე და მთხოვდა ამ კაცის შემოშვებას. მე ვიცი ვინ მირეკავდა. მე ვიცი რომ როდესაც კატეგორიული უარი მიიღეს, ერთადერთი კაცი რომელიც შემოუშვით, მხოლოდ იმ პირობით თანაც რომ და ვინ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე რომ ეს კაცი ამ ღონისძიების თავმჯდომარე არ იქნებოდა და როგორც მახსოვს ახლა თავმჯდომარის როლი უნდა შეესრულებინა მის მოადგილეს საბერძნეთის წარმომადგენელი იყო ეს ყველაფერი და ეხლა თქვენ რო ამბობთ რომ ქვეყანაში არ იყო ასე ვქო მე ვსვამდი კაცო ღვინოს იმ კაცთან
მე ვიყავი მასპინძელი, მე დავსვი პარლამენტის შენობაში, სხდომათა დარბაზში, ვიმან პროტოკოლმა შეიყვანა ხალხი. ეხლა ეს ერთი და მეორე. საქართველოს მოქალაქეები ამას ყველაფერს უყურებდნენ და ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მადლობა. კარგი, ესე იგი თქვენ იკითხეთ, რომ თუ გინდათ მთლიანი ჯაჭვი დაინახოთ მოვლენების და ასე შემდეგ. მე მინდა დაგარწმუნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ დასკვნაში, რა თქმა უნდა, მოვლენების მთლიანი ჯაჭვი აისახება. აისახება ის, რომ როგორც თქვენ ამბობთ, გქონდათ წინააღმდეგობა, თუმცა უფრო მეტი მტკიცებულება დაგჭირდება, რომ მართლა წინააღმდეგობა გქონდათ და ეცადეთ ამ კაცის არ შემოშვებას ქვეყანაში და ვერ შეძელით. შემოვიდა ეს ადამიანი ქვეყანაში, რომ ის იყო პლენარული სხდომის დარბაზში, რომ შემდეგ მან დაიკავა სავარძელი და რომ ამას მოჰყვა გარეთ, ჯერ შიგნით მოჰყვა, ნაციონალები აცვივდნენ და იყო ერთი ამბავი. შემდეგ ისინი სწორედ იმიტომ დარჩნენ დიდხანს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს გულისხმობ შენობაში, რომ გარედან დაგეგმეს შტურმი და გეგმა იყო, რომ არა მხოლოდ დარჩნენ, მათ არა პარლამენტის თანამშრომლებით გაავსეს სხდომათა დარბაზი. იყო მთელი ნაციონალური მოძრაობის აქტივი შიგნით დარბაზში. შიგნით გაძლიერდნენ, კი ბატონო, შიგნით გაძლიერდნენ, ასევე გარედან დაიწყეს შტურმი და მიზანი იყო ამ ორი ძალის შენობაში შეერთება. ამით აიხსნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობით, თქვენ როგორც ბრძანებთ, გატენილი იყო შენობა. ქართული ოცნება არ გეგმავდა ამ შტურმს და არეულობას და რა თქმა უნდა, ქართული ოცნების დეპუტატები არ იქნებოდნენ გვიანღამით პარლამენტში, ანუ სამსახურში. ამ თემაზე ახლა რასაც ვიტყვი, არ მინდა დისკუსიის გაღრმავება, მაგრამ თქვენ თუ გსურთ გაღრმავეთ, თქვენ თვითონ მე მაგალითად ვერ ვიგებ, რატომ ურეკავდით ქართული ოცნების დეპუტატებს და მოყავდათ, იმიტომ რომ მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილიყავი, პირიქით ვიტყოდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოდით და ვინც ხართ დატოვეთ, იმიტომ რომ შტურმი რო რეალიზებული ყოფილიყო, მაშინ პირველი მსხვერპლი ამ ყველაფრის იქნებოდა სწორედ ქართული ოცნების დეპუტატი. ამიტომ მათი მოყვანა თქვენ რაში გჭირდებოდათ, ამით იმაგრებდით თავს თუ მერე კიდე მოკლედ ეს მე მგონია რომ შეცდომა იყო, მაგრამ არა, არ იყო. ვუპასახო? მომეცით, თუ გინდათ ჩვენ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავით, რომ შტურმი ვერ შედგებოდა. რაში გჭირდებოდათ ქართული ოცნების დეპუტატი? იმიტომ რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ შტურმი ვერ შედგებოდა შენობაში რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა გჭირდებოდა იქ ვიღაცის ოთახში შევდიოდით, ვიღაცის ოთახში გჭირდებოდა და ამისთვის იყო ბევრმა სხვათა შორის თავისი ნებით შემდგომ მოვიდნენ, ბევრი მთავრობისევრიც მოვიდა. ესე იგი კი არ მოგიყვანიათ თვითონ მოსულან, კარგი. ნაწილი თავისი ნებით მოვიდა, რა თქმა უნდა და მინდა გავიხსენო მაგალითად ვანო მაჭავარიანი, რომელიც თავისი ნებით მოვიდა, ერთ-ერთი პირველი სხვათა შორის. ხო, მე ჩემ აზრს გეუბნებით, მე რომ ყოფილიყავი, სწორად ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, მე ხომ არ გახვევთ ჩემ აზრს თავს. მით უმეტეს მინისტრებს არ მიცემდი საშუალებას, რომ ყოფილიყვნენ შენობაში, მაგრამ ეს ჩემი აზრია. რაც შეეხება დასკვნის ამ ჯაჭვს, თქვენ ამის განცდა შეგიძლიათ დღესვე გქონდეთ, რომ ეს ყველაფერი ასახული იქნება დასკვნაში, მაგალითად ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ქართული ოცნებიდან ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაზეც თქვენ საუბრობთ, აიღეს, გადადგნენ თქვენ კვლავ დარჩით თანამდებობაზე და პოლიტიკაში. ეს ფაქტია. მე დღემდე ვერ გავიგე, რას გულისხმობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თქვენ ხსნით, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ კვლავ იყოთ პოლიტიკაში და sadაც თქვენთან დაკავშირებით და რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით იტყვიან ძვირს, იქ გამოცხადეთ და დაუპირისპირდეთ ამას. ეს ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების უფრო მაღლა დაყენებას პარტიულ ინტერესებზე. სხვას არაფერს არ ნიშნავს ეს. ეს აბსოლუტურად არ იკვეთება ასე, მაგრამ ეს თქვენი აზრია. მე ერთი კითხვა დამრჩა კიდევ თქვენი ნებართვით 20 ივნისთან დაკავშირებით. თქვენ როდესაც შეიტყვეთ, ბრძანება არ გამიციაო თქვით, მაგრამ შეიტყვეთ ეს დაადასტურეთ მალევე წუთებში, რომ რეზინის ტყვეები გამოყენებაში იყო. შემდეგ თქვენ აუკრძალეთ, მაგრამ დათქმა მაინც გააკეთეთ, რომ გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი სიცოცხლის დაცვისთვის დაგჭირდათო, ეს უთხარით და ამის შემდეგ კვლავ იქნა რეზინის ტყვეები გამოყენებული.
ამის მერე ის ღამე გათენდა, შტურმი არიდებული იქნა თავიდან, არაერთი ადამიანი დასახით ჩრდა და მოვიდა შემდგომი დღეები, როცა თქვენ კვლავ გააგრძელეთ მინისტრად ყოფნა. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ ასეთი რეალობა, რომ ვიღაცამ თქვენი ბრძანების გარეშე თითქოს და გაბედა ამ ტყვიების გამოყენება და შემდეგ თქვენ სამინისტროში რომ იბრუნდით, დაინტერესდით თუ არა საკითხით, ვინ როგორ გამოიყენა და რა პირობებში ეს ტყვიები რატო აღმოჩნდა იქ, რატომ აღმოჩნდა ის ტყვიები, რომლებიც იმ დროისთვის განკუთვნილი არ იყო და მერაბიშვილის მინისტრობისას იყო თურმე ნაყიდი და ისიც კი აღარ იყენებდა, იმდენად მკვრივი იყო. აი ეს კითხვები არის, ახლა თქვენ ამას ამის კითხვა, იმის კითხვა უწოდეთ, მაგრამ კითხვა ისმის. არ დაინტერესდით, ვინ გაბედა ამის გაკეთება? ხალხთან თავმჯდომარე, ამ მერაბიშვილს ისე ხშირად ახსენებ, დაუძახეთ ერთხელ რა პრობლემაა. მოიყვანეთ და დაკითხეთ. რა თქმა უნდა. რა პრობლემაა? რა თქმა უნდა, მსგავს საკითხებზე კიდევ ერთხელ ვამბობ, მოკლება ჩატარდა, შიდა მოკლება ჩატარდა, გენინსპექციაში ჩატარდა, შემდგომ ამის შედეგად დასკვნები იყო გაკეთებული და მთელი რიგი გეგმები იყო დასახული, როგორც მახსოვს, რამოდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც იყო შემოღებული. და კონკრეტულად ვინ გაბედა ამის გამოყენება? თქვენი ბრძანების გარეშე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ის გადაცდომები, რომლებიც იყო ინდივიდუალური გამოყენების, შესაბამისად იყო გამოძიებული და ეს გამოძიებები იყო მიყვანილი ლოგიკურ დასასრულამდე. მადლობა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი დღეს ღმერთმა დაიფაროს და გომელაურმა რეზინის ტყვიები გამოიყენოს და ვიღაცები დასახიჩდნენ. ის უნდა გადადგეს თუ არა? იქნება თუ არა ეს პრობლემა? მე როგორ წარმომიდგენია იცით? როდესაც მშვიდობიან აქციას ნიღბიანი ადამიანები, რომლის უკანაც არავინ არ იცის ვინ არის. თქვენ თუ გახსოვთ 20 ივნის, საერთოდ ნიღბიანი ადამიანი პოლიციელები არ იყვნენ. აი, როდესაც ნიღბიანი ადამიანები ცემენ უმოწყალოდ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან. ხალხთან თავმჯდომარე, თქვენ ხო გესმით რას ვამბობ? დაკავებული ადამიანის ცემა დავასრულებ თუ შეიძლება. ორგანიზებულად, მასობრივად, სხვადასხვა ჯგუფებით. მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ისე რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც იყო. არ ვასახელებ კონკრეტულ ადამიანებს, ხო? თქვენ, ეხლა მე მორალურ გიპასუხებთ მეც. მორალურ კითხვას მისვამთ იმ შემთხვევასთან შედარებით, ადამიანთან შედარებით, ან ხალხთან შედარებით, რომლებიც მშვიდობიან აქციას. არავით არ მშვიდობიანობასთან არ გვაქვს საქმე. შტურმი იყო? შტურმი იყო? ძალადობა. ერთი წუთით. შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ამბობთ, რომ 150-მა პოლიციელმა როცა მიიღო უმძიმესი დაშავებები. თქვენ ნანახი გაქვთ ეს ფოტოები, თქვენი მე პოლიციელების დაცვას ნუ მასწავლით რა. ხო და დაიცავით, მე პოლიციელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ის ხალხი ნიღბით არიან პოლიციელები. მე ამაში არა ვარ დარწმუნებული და პოლიციელს, რომელსაც ჭირდება ნიღაბი, ეს ამ პოლიციელი შეურაცხყოფაა. როგორ შეიძლება პოლიციელს ნიღაბი ჭირდებოდეს, რომელიც იცავს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას? ეს და ამ ადამიანების მიერ ბატონო გიორგი, ნანახი გაქვთ დასახიჩრებული პოლიციელების ფოტოები? მე ბევრი დასახიჩრებული პოლიციელი მყავს. ხალბატონო თავმჯდომარე, თქვენ ადარებთ 20 ივნისის შტურმს, იმას, რაც ეხლა ხდებოდა. ძალადობრივი აქცია. მარტივი კითხვა დაგისვით. 20 ივნისის შტურმი ორგანიზებული ძალადობრივი და ის რაც ეხლა ხდებოდა. ეს არის ერთი და იგივე. ძალადობრივი აქცია, ერთი მიზნად ისახავდა შტურმს და მეორემ მიზნად დაისახა პოლიციური ძალების დასახიჩრება და ხელისუფლების ჩამოგდება. ორივე ძალადობრივი აქცია და გეკითხებით იგივე შედეგით რომ დამთავრებულიყო შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა. დღეს ხო თქვენ გარეთ გახართ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. აქცია როცა ეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადასაწყვეტია. მისი პირადი რწმენის. და ბოლო შეკითხვა ჩემგან ყოველ შემთხვევაში. თქვენ ბევრ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ როდესაც შტურმი მოიგერიეთ, როდესაც ეს
ადამიანების დასახიჩრებით დასრულდა სამწუხაროდ, რასაც თქვენ ხარვეზებს უწოდებთ. თქვენ მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინეთ, ესაუბრეთ ამის შესახებ და აუხსენით თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბიძინა ივანიშვილს, ადასტურებთ ამას. ბევრ ინტერვიუში თქვით ამის შესახებ. რომ მე მოვახსენეო მეორე დღეს როგორ განვითარდა. არ მახსოვს ეს რო სადმე მეთქვას. არ მახსოვს. ეს ასე თქვით, მაგრამ ინტერვიუში მანახეთ, აბა რა ინტერვიუში თქვი? კი მოძებნის ბატონი ალუდა. შეიძლება. მაგრამ ადასტურებთ, რომ მასთან მეორე დღეს ჰქონდათ საუბარი. და აუხსენით თქვენ რა მოვლენებს განვითარდა. მასთან საუბარი იმ დღესაც მქონდა, მეორე დღესაც მქონდა, მანამდეც მქონდა და იმის მერეც მქონდა, ბევრჯერ მქონდა. იმ ღამესაც? იმ ღამესაც. ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ საერთოდ არ გქონიათ არანაირი კონტაქტი, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო და მე მოვუყევი დეტალურადო. განუმარტე რა გავაკეთე და როგორ გავაკეთეო. ანუ რომელიღაც რა იქნება, ხო, აქედან ან ერთია სიმართლე, ან მეორე. მეგობრებო. ესე იგი. თქვენ ამბობთ ინტერვიუებში, რომ მეორე დღეს ესაუბრეთ, მომკითხაო პასუხიო და მე მოვახსენეო მოვლენების განვითარების შესახებ. მეორე დღეს ვესაუბრე მოვლენების განვითარების შესახებ. და მანამდე არ იცოდაო, ესეც გაქვთ ნათქვამი. მანამდე იცოდა თუ არ იცოდა, ეს არ ვიცი, მაგრამ იმ დღესაც ვესაუბრე, მეორე დღესაც ვესაუბრე და მანამდეც ვესაუბრებოდი რა. მაგრამ თქვენგან არ იცოდა. ჩემგან? მეორე დღეს გაიგო ინტერვიუში ამბობთ. არა, როდის გაიგო ხე მე? ჩემგან შეიძლება ახსნა განმარტება რა მოხდა იმ დღეს, მიიღო მეორე დღეს კი. მეორე დღეს. ჩართეთ რა ბატონო ალუდა და წაგვიკითხეთ. ბატონო გიორგი, ნახეთ, ეს ხო თქვენ ხართ. ეს ხო თქვენ ხართ. ეს ხო თქვენ ხართ. ეს ხო თქვენ ხართ. ადასტურებთ? არ გახსოვთ? არ გახსოვთ ალბათ. ხო, რა ვიცი, ყველაფერზე იძახით, არ მახსოვსო. ნახეთ, პროკურატურაში რო ბრძანდებოდით და გამოხედით პროკურატურიდან და 17 ივლისი 2019 წლის. როდესაც გამობრძანდით 17 ივლისი. რა თქვა რა გინდათ რომ 17 ივნისს 2019 წლის მე ჟურნალისტმა რაღაცა მკითხა ის და ეგ მახსოვს. წარმოიდგინე არა მაქვს არც მახსოვს. მოიცა კაცო. 5 წლის უკანდელი. მოიცა. მე თქვენ კაცო ხო არ მოიმართია? არა, ერთი წუთით რა. ისეთი რამები გითხარით აქ დაკავშირებით არაფერი არა. ბატონო კომისიის წევრო მოგმართავთ რა და შესაბამისად. მეც ასე ბატონო გამოსაკითხო პირო, ბატონო გახარია. 17 ივლისს მე შეგახსენებთ შტაბ-ჭდილება რჩება უბრალოდ დამერწმუნეთ რომ ვიღაც გეუნებათ და ცუდი მრჩეველი არის დამიჯერეთ ეს გულწრფელად გეუნებით რომ ყველაფერზე უთხარით არ მახსოვს გარდა სახელი და გვარისა თუ არაფერი არ გახსოვთ რაღაცა კომენტარი არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რომელსაც თქვენ ყველა ტელევიზიაში რომ დადიხართ და ესე ნახევარ სიმართლეს რომ თქვენ წარმოგიდგენიათ მე დღეში რამდენი კომენტარი მიმიცია ეხა თქვენ ხო აი მაგ წლიდან რამდენი კომენტარი მიმიცია წარმოგიდგენიათ თქვენ ხო პატივისცემას ითხოვთ და რომ რთავთ ამ მიკროფონს და ეხლა ამას თავხედობთ ხო ესე ხო არ შეიძლება ეხლა მომისმინეთ თქვენ რომ გამობრძანდით თქვით ასეთი რამ ჟურნალისტებთან გეტყვით ეხლა ამას რომ მეორე დღეს დრო არ მახსოვს მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავხსენი რა მოხდა იმ ღამეს განაცხადა გიორგი გახარია აი ეს ეხლა თქვენ ამბობთ რომ არ გახსოვთ თქვენ არ გახსოვთ ივანიშვილს იცავთ მომისმინეთ არა გაინტერესებს პასუხი არა მოიცა ერთი წუთი არა კაცო დაიცავით რა პრობლემაა ერთი წამი კითხვა ხო დამოსვით ბატონ გიორგი კითხვა ხო დამოსვით ივანიშვილს იცავთო კითხვა ხო დამოსვით მომისმინე ერთ წამი შეგახსენებთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ ხო ნახეთ ახლა უყურე ხო არ გახსოვთ კითხვა იმასთან დაკავშირებით მე ვიცავ სიმართლეს და აქედან გამომდინარე დიახ ბატონი ივანიშვილი იცავს სიმართლეს და ამ ქვეყნის ღირსებას და ეს მოგწონ თუ არა თქვენ პასუხი ხო ეს გაინტერესებდათ და პასუხი არის ეს და თქვენ როდესაც ბატონ გიორგი ნახეთ თქვენ როდესაც როგორმე გამოძრეთ თქვენ ძალიან წვალობთ ეხლა თქვენ ხო წვალობთ რომ გამოძრეთ ამ სიტუაციიდან ჩვენ პირდაპირები და პრინციპულები ვართ ეს არის ჩვენს და თქვენ შორის განსხვავება გამიგეთ ხო ამიტომ ესე არის რა ყველა გეცინებათ
და კიდევ ხო, ეხლა რაც შეეხება კითხვა ქონდათ და მე მექნება მე აუცილებლად იმ აქციებთან დაკავშირებით უფლებას ეხლავე ასე ვთქვათ პირობას ვიტყო ქალბატონი თავმჯდომარისგან რომ მე ეხლა ბატონ გამოსაკითხი პირს ბატონ გიორგი გახარიას აუცილებლად ვაჩვენებ ფოტოებს იმ ფოტოებს სადაც ჩვენი პოლიციელები დაშავდნენ და სადაც ბატონი გახარია ამბობს რომ ეს იყო მშვიდობიანი თურმე აქციები სადაც თურმე აი თქვენ როდესაც ახსენებთ პოლიციელებზე ფარის ართმევას და სადაც ამბობთ რომ ფარი იქნაო გატაცებულიო ფარები გასტაცესო პოლიციელებსო რომელიც ერთადერთი დაცვის საშუალება იყო და სხვათა შორის აქაც ურთიერთგამომრიცხავ პოზიციაზე ბრძანდებით თუ ერთადერთი დაცვის საშუალება ფარი იყო მაშინ რეზინის ტყვიები როგორ გამოიყენეს ამ პოლიციელებმა და დავასრულე ეხლა მომისმინეთ ის გეგმა რო წაიკითხეთ ვერ წაიკითხეთ იქ ის რეზინის ტყვია ყველას კი არ უნდა ქონოდა დავასრულებთ გეგმაში საერთოდ არ წერია ეგ რო იცოდეთ ეგ იცით რომ თქვენი ინტერპრეტაცია შესაბამისად პოლიციის კანონში წერია პოლიციის კანონშიც არ წერია ეგ ვისაც რა უნდა ქონდეს და ვერც მიმითითეთ რომელ პოლიციის კანონზე მელაპარაკებით სადმე წერია მოგიტანეთ და ეხლას ტყუილებთ ამიტომ ეგეც არიცით ხო სად რა არის და აქედან გამომდინარე ნახეთ პოლიციელებსო ფარი გასტაცესო ერთადერთი დაცვის საშუალება იყო მე ამას გეუბნებით თქვენ აი ტელევიზია რო დადიხართ და იმ ტელევიზიებში რო ნახევარსიმართლეს უყევით ხალხს იქ არის ამაზე საუბარი და ეხლა თქვენ როდესაც მაგას ამბობთ რომ თურმე ეს იყო ლეგიტიმური მიზანი იმისა რომ თვალები დაგეთხარათ ქართველი ხალხისთვის ჩვენზე ამბობთ და ბატონ გომელაურზე ამბობთ იმას რომ თურმე მშვიდობიანი ეხლა აი თქვენ ბატონ გიორგი ერთი დღე ხომ მაინც იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი უბრალოდ არ გეუხერხულებათ ეგ რომ ჩვენს გმირ პოლიციელებს ჯერ ის ცდილობთ ბოდიში ამ ჟარგონისთვის რომ ვიღაცას შეტენოთ ის რომ თითქოს ვიღაცამ თვითნებურად იმოქმედა იქ და ახლა პლუს ეგ არ გეყოფათ და საუბრობთ იმაზე რომ თურმე ეს იყო მშვიდობიანი და მე მოგიტანთ ეხლა ფოტოებს განახებთ აუცილებლად ისე აქედან ვერ დავშორდებით ჩვენ ერთმანეთს იმიტომ რომ აი იმ პოლიციელებს სადაც უმძიმესი დაზიანებები აქვს მიღებული და თქვენი კომენტარი კიდე საერთოდ არ გაგვიგია სადაც პოლიციელებს ცოცხლა დაწვას მოლოტოვის კოქტეილით უპირებდა ადამიანი და თქვენ იმ აქციაზე იდექით და საუბრობდით მშვიდობიან აქციაზე და საუბრობთ ახლა და ესე კადნიერდებით და ამას საზოგადოებას უყურებს რო იცოდეთ ეს კომისია ბოდიშვიხტი და ამით ეხა ფოტოებამდე მე არ შეგაწუხებთ ქალბატონო თავმჯდომარე ეს კომისია ბატონო გიორგი მე მინდა გითხრათ თქვენთვის არის დისკომფორტი მე მესმის ეს არც ის ტელევიზიებია სადაც თქვენ დადიხართ და ნახევარსიმართლეს და ესე ბოდიშის საზოგადოებას რა მე დაალაგე რომ იმედში მიმიშვან და მივალ რა პრობლემაა აგერ ხართ კაცო აგერ ხართ ბატონო გამოსაკითხო პირო აგერ ხართ ბატონო გიორგი აგერ ხართ არსად არ გვეჩქარება ლაივ რეჟიმში გიყურებთ ქართველი საზოგადოება და შესაბამისად აქ ბუნებრივია რომ ეს დისკომფორტი იმ ტელევიზიებისგან განსხვავებით ბუნებრივია რომ გექნება და ამას უნდა შეეგუოთ და წერტილი როგორც თქვენ გიყვართ ეს საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი აი არ მაქვს დისკომფორტი შემიძლია დილამდე უპრობლემოდ თან ისეთი თემები დაასახელა ქალბატონმა თავმჯდომარემ რომ სიამოვნებით მოყვებით. კი ბატონო. გასაგებია ბატონ გურამსურდა, ბატონი სოზარი და შემდეგ თემა უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მაინტერესებს გეგმა შეიმუშავეთ 3 საათის განმავლობაში. ამავდროულად იცოდით რა თქმა უნდა რომ აქ იყო ძალიან ბევრი გავსებული ნაცმოძრაობის დეპუტატები და მათი თანამშრომლები. და ამავდროულად ამბობთ რომ უმრავლესობის წევრებს ურეკავდით და გინდოდათ რომ გასაღები გამოგერთმიათ რომ ოთახებში შესულიყავით. მაგრამ მე მაინტერესებს აქ რომ სავსე იყო დარბაზი თანაშემწეებით, დეპუტატებით და ასე შემდგომ ნაცმოძრაობის რეჟიმის, რომელიც ამბობდა ღიად რომ უნდა მომხდარიყო შტურმი პარლამენტზე. ამ გეგმაში ეს ნაწილი იყო შეტანილი თუ არა? აი რისკები რომ თან თქვენ ამბობთ რომ უნდა დაგეძახათ უმრავლესობის წევრებისთვისა. რა ჭუბი უნდა ამტყდარიყო აქ და მათ შორის თუ ანუ გეგმაში იყო თუ არა? შეიძლება იყო და ვერ მოვძებნეთ ჩვენ ეს ნაწილი შესული. სასაცილო კითხვა მე მგონი არ დამისვა. ძალიან სასაცილოა. გეგმაში ეს როგორ უნდა ყოფილიყო შესული, როდესაც მიმდინარე პროცესი იყო, მაშინ ოპერატიულად არის ოპერატიული პროცესები, ოპერატიულად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა ეტაპობრივად მშვიდად ყველანაირი ძალადობის, ღვირილის ცემის, ტყეების გარეშე გაასუფთავეს, სხვათა შორის დეპუტატები კი არა, ვაფშე სხვა პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და ეს ხალხი ნელ-ნელა მშვიდად აქედან გავიყვანეთ და
როგორც იქნა გავასუფთავეთ ეს ეს როდის მოხდა ეს? რა მახსოვს ეხლა ზუსტად, მაგრამ დღის განმავლობაში ეს მოხდა. დღის განმავლობაში როგორ მოხდა? მთელ დღის განმავლობაში აქ იყვნენ რომ თქვენ მიადასტურებთ მთელი ნახევარი დღეა. როდესაც დაიწყო საღამომდე ხა დრო არ მახსოვს, მაგრამ დავალება იყო მიცემული და გაანთავისუფლეს. მან იყო მომენტი რომ ეს გამშვები პუნქტი საშტაბიურო სადაც არის, იქაც გადავკეტეთ რომ დამატებით ხალხი არ ყოფდა, ვინც იყო შემოსული ისინი ნელ-ნელა გავიყვანეთ. როგორც მახსოვს ესე იყო ზუსტად. გეგმაში ეს არ იყო, გასაგებია. ნუ უბრალოდ გეგმაში ეს ვერ იქნებოდა. ეს იყო ოპერატიული პროცესი, რომელიც წარმოიქმნა. ეს გეგმაში ვერ იქნებოდა. ბევრი ოპერატიული პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობის დროს წარმოიშვა და ის გეგმაში ვერ იქნებოდა. გეგმა არის მთავარი ხაზი მოქმედების, მიმართულება, სტრატეგია. შესაბამისად, მიმდინარეობის დროს გეგმა იმიტომ არის გეგმა, რომ მაშინ ცვლილებები ცხოვრებას და მიწაზე მიმდინარე ოპერატიულ პროცესებს შეაქვთ. მადლობა. მაგრამ მაგას ვამბობთ ზუსტად, რადგან თქვენ სახელებით არ მოგმართავთ, იგივე მოგმართავთ ბატონო გამოსაკითხო პირო, რომ გეგმაში ისიც არ ქონდათ ტყვეები, ვის უნდა როგორ უნდა გამოეყენებინა. აქ თქვენ ნახევარი დღე ამტკიცებთ, რომ სავსე იყო და თან გადანაშაულებთ, რომ სავსე იყო ნაცებითო და მათი თანაშემწეები და თქვენ სად იყავითო. ხო და მაგას ვკითხულობთ ზუსტად, რომ ჩვენ არც მიფიქრია რომ დამედანაშაულებინეთ. არც მიფიქრობ, უბრალოდ ფაქტად თქვენ. საყვედურობთ, ასე ვთქვა. მე ერთმა დააფიქსირეთ. რა უფლება მაქვს თქვენთან საყვედურობთ ეს პოზიცია. უბრალოდ აზრი გამ. დააფიქსირეთ კი ბატონო, მაგრამ ამას ვამბობ ზუსტად რომ პარლამენტის შენობის შიდა პერიმეტრია საუბარი. თქვენ გეგმას ადგენდით, მართალია გეგმა ნახეთ რაც არის, მაგრამ გარე პერიმეტრზე და ამ დროს ამბობთ რომ შიდა პერიმეტრზე არაფერი არ ქონდათ მიღებული. გასაგებია. მე უბრალოდ ერთ ფაქტს გაგახსენებთ კიდევ. ბატონო გამოსაკითხო პირო, თქვენ ერთ-ერთ სხდომაზე პარლამენტის ნაცმოძრაობას უთხარით ტრიბუნიდან, მაშინ იყავით პრემიერ-მინისტრი, რომ მე თქვენ დაგასრულებთო. ესეთი რამე უთხარით. და თქვენ ახლა აქ მობრძანდით უკვე როგორც გამოსაკითხი პირი, რომელმაც ნაცმოძრაობა კი არ დაასრულა, არამედ სიცოცხლე შეუნარჩუნა, შეეცადეთ ყოველ შემთხვევაში კოალიციის შექმნით ნაცმოძრაობასთან და ჩვენ ვართ ახლა ის კომისია, რომელსაც აი ზუსტად ეგ მიზანი აქვს, რომ ნაცმოძრაობა სამართლებრივად დაასრულოს. აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის. ამას გულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ კომისია შედარებით პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, ნუ მაგრამ არ გამოდის ნაციონალური მოძრაობას მე რო დავპირდი, რომ დაგასრულებთ მეთქი, როგორც მიდის საქმე, ჩემი დასასრულებელი იქნება. თქვენ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები იმდენი ყავთ უკვე ოცნებაში, აი იმდენი ყავთ ოცნებაში, მაღალ თანამდებობის პირებზე, ადგილებზე, სხვათა შორის, პარლამენტშიც, აი ყოფილი ნაცებით არის გადავსებული ოცნება და ამიტომ ნაცებს დასრულებით რო ემუქრებით, ჯერ იქ თქვენები გააუქმეთ იმათ მიხედეთ რა. და აბა როგორ ემუქრებოდით ნაცმოძრაობას და მე მაგას ვაკეთებ. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. აი მაგას ვაკეთებ. როგორ აკეთებ? აი ესე ვაკეთებ. როგორც ხედავთ. აი როგორც ხედავთ, აი ესე ვაკეთებ. გადადგომაზე და ზუსტად აგერ ნახოთ. ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება, თქვენ ისე მიდიხართ, რომ ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ ნაციონალური მოძრაობა. როგორ აკეთებთ საკრებულოებში თქვენ და ნაცები ერთ-ერთ ხართ ოცნების წინააღმდეგ და კარგი ერთი წუთი ამას თავი დავნა. საკრებულოში ბოლო შემთხვევა იყო ოცნებამ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ერთობლივად რუსთავში გადააყენეს მამიცეს დიახ და ამიტომ შემდგომ მე ნაცების წარმომადგენლები დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარედ. ნაცებთან თანამშრომლობთ. გარდა იმისა, რომ თანამშრომლობთ, გარდა იმისა, რომ მათი ქმედებები სრულად გადმოიტანეთ, სახეების დონეზე ყავთ უკვე ინფილტრირებული რიგებში და ამასთან ერთად ამასთან ბოდიშით არა რა შუაშია არაფერი მე ხო არ მithქვამ სადაც თქვენ დაიწყეთ ამასთან ერთად უნდა დავასრულო ამასთან ერთად კითხვებით ახალი ვერ მოიფიქრეთ ვერაფერი ნაცების კითხვებს იღებთ და ისევ ნაცების კითხვებს აი ახალ კითხვას დაგისვამთ და ამაზეც არ მითხრათ არ მახსოვსო სრულიად ახალი კითხვა ეს არის თქვენ მიერ ხელმოწერილი ბრძანება 20 ივნისთან დაკავშირებით ეს გვერდი ბრძანების არის ცარიელი. თუ შემომხედავთ, დაინახავთ. ახალი კითხვა, რომელიც ჯერ არავის დაუსვამს და მაგიტომ ვიჩქარე დასმა. ნახეთ, ცარიელია. ამ გვერდს ქვია ღონისძიებაში მონაწილე ძალთა სტრუქტურა. სტრუქტურა არ არის. ღონისძიების ხელმძღვანელი, ცარიელია ფურცელი. თქვენი ბრძანებაა ეს. ხო და რატო არ არის ეს შევსებული? კი რაც არ გინდათ ის კითხვები რაღაც არ არის თქვენი ხელმოწერილი ბრძანება.
საქმეში და დაამთავრებს. დევს და დევს რა გინდა. რატომ არ არის მოვა დრო და განსაზღვრული გამასამართლებთ რა. არწმუნოების მოვა დრო და გამასამართლებთ რა და ეგ იქნება რა. რას მანახებთ? არ ვიცი რაღაცა ქაღალდს მანახებთ თქვენი ხელმოწერაა რა. მე მილიონი ხელი მაქვს მოწერილი ქაღალდებზე რა. რაღაცა დოკუმენტი მოგაქვთ? მე რა ვიცი, ჩადეთ საქმეში გამოიძიეთ რა. 20 ივნისის ღონისძიების გეგმა, რომლის შედეგადაც დასახიჩნენ ადამიანები. ეს არის მიდით აბა გამომიძიეთ ერთი რას რატო გამოიძიეთ. არ არის ხელმძღვანელი? განსაზღვრული. ვის საფუძველზე ხელმძღვანელობდით თქვენ ოპერაციას? წარმოადგენა არ მაქვს რა ხაღალდებს მაჩვენებთ. ეს აქ თუ რაიმე არის დარღვეული კანონის საწინააღმდეგოა, ჩადეთ გამოძიებაში. თუ გინდათ ძველში, რომელიც დახურული არ არის და თუ გინდათ ახალში, რომელსაც დევნისთვით დაიწყებთ რა. მე პრობლემა არ მაქვს არანაირი. ეს თავისუფალი არც მივდივარ, არც ვიმალები რა და არც კომისიაზე მოსulis მეშინია. მოვდივარ, აგერ არანაირი პრობლემა არ მაქვს რა. რაც შეეხება ეკონომისტი არ ვარო, ცოტა მეწყინა, იმიტომ რომ თქვენი ბიოგრაფია, რაც ყველგან არის გავრცელებული, მოსკოვში გამთავრებული განათლება, ძირითადი საბაზისო განათლება არის პოლიტიკური მეცნიერება და მე ვთვლი რომ მე ვარ პოლიტოლოგი. შემდგომ მაქვს ეკონომიკური განათლებაც მიღებული. თუ შეისწავლეთ თქვენი ბიოგრაფია, უნდა იცოდეთ. თქვენ თვლით რა გენდერი ხომ არ არის, აქ საუბრობთ იმაზე, განათლებაზე ვის რა გვაქვს მიღებული. მაგას რაც თვლი, ეგეც არ მაქვს პრობლემა რა. გენდერთანაც რას თვლი, მანდაც არა, გენდერზე არის ესე, რომ ვინც რას თვლის, ისეთი ვარო ამბობენ, მაგრამ განათლება, რასაც თქვენ ჩათვლით, ისეთი ხო არ იქნება, რაც გაქვთ მიღებული დოკუმენტურად, იმას ვამბობ. პროფესიაზე ვიდავოთ? მოსკოვში გაქვთ დამთავრებული, ხართ ბიზნესის მართვის მაგისტრი, რა არის ამაში დასამალი? ასევე მაქვს დამთავრებული და ვარ პოლიტიკური მეცნიერების. ბატონო, და რატომ თქვით ეკონომისტი არა ვარო? უკვე ვეღარ გავიგე რასი. არ გახსოვდათ ეთყო. ქონია განათლება და ინტელექტი. კარგი, ამ გასაუბრების შედეგად ეს მაინც შეიძლება იყოს კითხვაზე პასუხი გაცემული. აი საზოგადოებისთვის წავიკითხავთ ზეგან ამ ნაწილობრივი ამნეზია დღეს ეთყობა სერიოზული თემაა და 2003-4 წლები სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. როჩანს ესეც არ ახსოვს. რა არის ხლა აქ რა? მანამდე რა წერია ისიც აიკითხეთ. არა, ეკონომისტი არ ვარო და მე რომ მაშინ მიპასუხეთ რომ რა ვქნა ჩემოთეა ერთი ეკონომისტი ვარ, რა ვიცი. კომისია რას იკვლევს თურმე კომისია? გამაზე პასუხი. ყვილები არ უნდა თქვა უთხრათ საზოგადოებას. ყვილებს თქვენ ამბობთ. ყვილებს თქვენ ამბობთ. და მე კიდევ ერთხელ გეუბნები რომ მე ეკონომისტი ვთვლი იმას, რასაც ვთვლი და თქვენი საქმე არაა, მე რა განათლება მაქვს მიღებული რა. მე მაგის გარდა კიდევ ბევრი განათლება მაქვს მიღებული. გაქვთ განათლება მიღებული, უბრალოდ მე რომ გაგახსენეთ, რომ ასე მიპასუხეთ, მე რა ვიცი, რეზინის ტყუები ეკონომისტი ვარო, ამაზე მიპასუხეთ, ამას ვერ გეტყოდი, იმიტომ რომ ეკონომისტი არ ვარ. აი ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ კი არ მithქვამს ეგ. გაიო ბიოგრაფიაში გაქვთ ამოკითხული და გახსოვთ და იმიტომ მოიგონეთ ახლა რომ ეკონომისტი ვარო და მე ჩემ თავს ეკონომისტად არასდროს არ ვთვლი. აი ეს არის მტკიცებულება, რომელიც თქვენ თვითონ აგერ თქვენმა კოლეგამ მოგიტანათ. ეგ არის ტყუილი. მადლობა. საკრებულოებში შეკრული ოცნების წინააღმდეგ. მელია რატო არ დააკავეთ? აი მანდ უნდა მივიდეთ. მანამდე პოლიციელის ფოტოები უნდათ რომ ბატონო გიორგი. ნახეთ, ასეთი მართლა რა გასავლეს იმ რუსმა ლექტორებმა, რომ ყველაფერზე თქვი რომ ან დამავიწყდა, ან არ მახსოვს, ან პირდაპირ აი ესე თვალებში ჩახედეო, ასე გასავლეთ იქ ალბათ, გასავლეს რუსმა ლექტორებმა და უთხარითო აი ესე უტიფრათ რომ შვიდობიანი აქცია დაარქვი იმას რომ აი ეს პოლიციელები ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც ამბობს ალბათ ესეც ფოტოებს ხედავთ ალბათ არ გახსოვთ ესეც ძალიან სწორად არის უკუღმა ის არის თქვენ რაც იქ გასავლეს რუსმა ლექტორებმა თორე ეს კი წაღმა არის და ნახეთ აი ამ ყველაფრის ფონზე როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი აი ამას ამბობს აი მე გეკითხებით შეხედეთ აი ამ პოლიციელების ფოტოებს ეს არის მშვიდობიანი აქცია ბატონო გიორგი ეს გასწავლეს იმ რუსმა ლექტორებმა აი წეგან რო ჩემი ქართველი ღირსეული ლექტორები დაიწუნეს იცით რატო გეკითხებიან ბატონო გიორგი ეკითხებით აი ეს არის არა მაინტერესებს თუ ვერ ხედავთ მოვატანინები
დაგმეთ და დავასრულოთ. რატო არ გმობთ ამას? ერთხელ მაინც დაგმეთ. თქვენ ყოფი. აი ნახეთ სპექტაკლს, რასაც თქვენ უწოდებთ. შეხედეთ სპექტაკლს, თქვენ რასაც ამ უწოდებთ. სპექტაკლს რო დაასრულებთ, მითხარით და გიპასუხებთ. სპექტაკლი რა არის? დაჭრილი პოლიციელები თქვენი ყოფილი თანამშრომლები. შეხედეთ ეს არის მშვიდობიანი აქცია. ეს სპექტაკლია და თვალები რო დასთხარეთ, აი თქვენ პირადად, რომ თქვენი აი ამ გეგმის მიხედვით, რომელშიც საერთოდ არაფერი არ წერია, საერთოდ უპასუხისმგებლოდ არის აი ეს ყველაფერი და დღეს რო უტიფრად აი ამ ყველაფერ სპექტაკლს ეძახით, სადაც ჩვენმა მოქალაქეებმა აი ესეთი მძიმე დაზიანებები მიიღეს და დღეს პლუს ამას შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ სოლიდარული იყოს ჩვენი პოლიციელების მიმართ, უწყების ყოფილი პირველი პირი აი ამ ყველაფერს ეძახის სპექტაკლს. აი ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს და ამას იმით ვერ გადაფარავთ, ბატონო გიორგი, რასაც თქვენი რუსმა აი ლექტორებმა გასწავლეს, რომ წადით ეხა და ტელევიზია იაროთ და საზოგადოება ბოდიშვიხტი საზოგადოების წინაშე დააბოლოთ. ეს არის ფაქტი და როგორც თქვენ გიყვართ წერტილი. მადლობა. ეს ფოტოები ადასტურებს იმას, რომ დიახ ჩვენ თვლით, რომ ის აქცია დავასრულოთ შეიძლება რა. ეს აქცია არის ძალადობრივი. ეს პერფორმანსი, რომელიც ახლა ჩატარდა, მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის შეურაცხყოფა პოლიციელების ღირსების. მე ყოველთვის ვიცავდი პოლიციელების ღირსებას და მათ ჯანმრთელობას, ყოველთვის წინააღმდეგი და კატეგორიული ვიყავი და ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიციელზე ნებისმიერი სამართალ დამცავზე ნებისმიერზე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და ყოველთვის ამ ხაზს ვატარებდი. თუ კომისია არის ნეიტრალური და კომისია მართლა თვლის, რომ ეს უმძიმესი სურათები, კადრები, რომელიც დაუშვებელია და რომლის გამხორციელებიც რა თქმა უნდა დასასჯელები არიან. ამასთან ერთად ნეიტრალური მოიტანს და აქციის მონაწილეების დაშავებულ სურათებსაც მოიტანს და იტყვის, რომ აი ეს არის ჩვენი დღეს პრობლემა და იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო დავაჯახოთ ერთმანეთს, აი ამ პერფორმანსებით, რაღაცა მოვახერხოთ, რომ იქნებ ხიდები ავაშენოთ, აი ეს არის უბედურება. თქვენ თუ გონიათ, რომ რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ, შენი რუსული ლექტორები ამით, ან მე რამეს დამას, ეს მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროდ ქალბატონო თეა ამ კომისიის მთავარ მიზანს, მისწრაფებას, მუშაობის ფორმას რა შუაშია ჩემი აი ის რასაც ეხლა იმ საგანთან და საქმესთან რისთვისაც აქ შევიკრიბეთ. ეხლა რაც შეეხება ჩემი აი ეს მცდელობა, რომ მე თქვენი გულისხმობ თითოეულმა პოლიციელმა, რომელსაც ჩემთან უმუშავია, ძალიან კარგად იცის, როგორ ვიცავდი მათ ღირსებას, როგორ ვიცავდი მათ ჯანმრთელობას, როგორ ვიცავდი მათ მომავალს, მათ პროფესიონალიზმს და ყველაფერს. ეხლა თქვენ აქ რაც არ უნდა ჩაატაროთ. მე ამით უბრალოდ ვერც დამაზიანებთ და ვერც ვერაფერს ვერ გამაკლებთ. თქვენ სახეს აჩვენებთ. მადლობა. ამ ფოტოებზე მოცემული, დასახიჩრებული, დაჭრილი პოლიციელები ვისი ხელითაც დასახიჩრდა და დაიჭრა. ის ხალხი რომ დასასჯელია, ამას ეთანხმებით, ხომ? ყველა ადამიანი, რომელმაც განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე, რა თქმა უნდა არის დასასჯელი. ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები შემდგომ უმოწყალოდ ცემეს, ესეც გამოსაძიებელია. მთელი პრობლემა და დისპროპორცია თქვენ არ არსებობს ერთმხრივი სამართალი. არ არსებობს თქვენ თუ გინდათ რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს პოლიციელი დაიცვას, ზუსტად ასე უნდა დაიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იგივე დღეში ჩააგდეს. სხვანაირად სამმხრივი სამართალი არ არსებობს. და ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. ქალბატონო თეა. კარგი, სამართალი დავტოვოთ, თქვენ მიხედეთ ეკონომიკას. ეხლა ჩვენ შევცვალოთ ალბათ თემა იგივე გნებავთ, იგივე. პატარა განცხადებასავით, ხო, ის რომ შტურმი იყო პარლამენტის შენობაზე, ეს არის დადგენილი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და სახელმწიფოს აქვს უფლება ამ დროს გამოიყენოს ძალა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ლაპარაკია ერთადერთი, რომ იქნა თუ არა გამოყენებული ის ძალა, რომელიც საკმარისი იქნებოდა კანონის დასაცავად და მინიმალური იქნებოდა ზიანი მოქალაქეების მიმართ. აი აქ ძალიან სერიოზული კითხვებია. მეორე, ავრცელებენ ძალიან აქტიურად ეხლა როგორც ჩანს მოილოქა მთელი ქარხანა ცილისწამების, ჩემს განცხადებას, რომ არანაირი დარბევა არ იქნება. ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე, ანუ როდესაც ვიყავით ჯერ იმედის ტელევიზიაში მე და ქალბატონის სოფო კაცარავა, იქ ვილაპარაკეთ, რაც ხდებოდა პარლამენტში, მივეცით შეფასება, შემოსასვლელში დაგხვდნენ. მაშინ გქონდა ძალიან კაფიო ინფორმაცია, რომ არანაირი აღკვეთა არ იქნებოდა, არანაირი დარბევა, რაც კიდე დავარკვეთ არ იქნებოდა. მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან. ამის შემდეგ დაახლოებით 1 საათის შემდეგ იგივე გაიმეორა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 10 წუთის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ ის გადაწყვეტილება, რაზეც ამდენი ხანი ლაპარაკობს და რაზეც თვითონ ყველა ჯერზე ამბობს, რომ ეს მან მიიღო ერთპიროვნულად და არავისთან არ შეუთანხმებია. ასე რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს მანამდე 1 საათით ადრე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებენ და აბამენ, რომ თითქოს მაშინ სხვა რამეს ვამბობდი, აქ არანაირი განსხვავება არ არსებობს იმ პოზიციას, რაც ახლა მაქვს და იმ პოზიციას შორის, რაც მანამდე 1 საათით ადრე ვთქვი. სანამ თემას შევცვლით, მეც და ვფიქრობ, რომ დახურულის თემა. ესე იგი, მე ერთი რამე განცხადება ითქვა, მინდა ასე